გიორგი თავაძის საჩივარ სასამართლოს გარდა აჭარის მთავრობაც განიხილავს ბათუმის დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის სარჩელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გარდა განსახილულად სამინისტროს ზემდგომ ორგანოში მთავრობაში შევიდა. მხარეების მონაწილეობით საქმის მოსმენა გაიმართა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით დაირღვა თეატრის შესახებ კანონი და თეატრის ამჟამინდელი მმართველი კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. მთავრობის იურისტის განმარტებით აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია მთავრობის თავმჯდომარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ სასამართლოს სარჩელის განხილვა შეწყვეტს. თეატრის შესახებ კანონი, რომელსაც გარკვეულად უნდა დაერეგულირებინა თეატრში პროცესები და ძალიან ზუსტად განესაზღვრა, თუ ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს თეატრს შემოქმედებით პროცესს. რატომღაც ეს კანონი ამ შემთხვევაში არასწორად იქნა გაგებული. ჩემი აზრით სამინისტროს გადაწყვეტილება არ იყო სწორად მიღებული, სწორედ იმიტომ, რომ არ იყო გათვალისწინებული ეს პროფესიული ნიშნები. ჩვენ დღეს მხოლოდ ზეპირი მოსმენა გავმართეთ. თუ კი დადგინდება, რომ სასამართლო ასე ვთქვათ შეწყვეტა საქმის წარმოება და ასე ვთქვათ გავიდა აი ამ საქმის ამ შეწყვეტის შესახებ განჩინების განსაჩივრების ზღვა და ჩვენ უფლებამოსილი ვიქნებით უკვე არსებითად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, თუ არა და ალბათ ვიმსჯელებთ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ხოსურად განხილვა დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე გამომდინარე იქიდან, თუ კი სასამართლოს წარმოებაში არის დავა, არც ერთი ადმინისტრაციული ორგანო ანალოგიურ საკითხზე ვერ იმსჯელებს.